ქართული ოცნების ლიდერი დღესვე შტეფან ფულეს განცხადებასაც გამოეხმაურა რადიო თავისუფლებამ. დღეს გავრცელა ინფორმაცია, რომ ფულე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვედრისთვის წინაპირობას უყენებს. ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მასთან შესახვედრად მზად არის თუ მიიღებს დაპირებას, რომ ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის. განაცხადა ფულეს პრესპიკერმა პიტერ სტანომ. ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მზად არის მასთან შესახვედრად. თუ მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის და რომ ქართული ოცნებისთვის მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები. უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. არასამთავრობოებმა 17 პუნქტიან შეთანხმებას დაამატეს კიდევ ერთი დებულება, რომელსაც ნიშანი ნომერი 18 ნომერი არ აქვს, მაგრამ ფაქტიურად ეს არის 18 შემაჯამებელი დებულება ამ კოდექსისა, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების შედეგების აღიარებას იმ შემთხვევაში, თუ კი წინა 17 პუნქტი შესრულდება, მაქვს ეჭვი და როგორც იტყვიან ხოლმე ჩვენთან გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული ჩვენ წარმოგვაჩინოს როგორც ძალა, რომელიც არ აღიარებს არანაირ წესებს და კანონებს.